თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო 3-წლიანი, ბიზნესის ადმინისტრების სამაგისტრო და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამებს კლასტერის ვადით აკრედიტაცია მიანიჭა. გადაწყვეტილება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე წევრებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებულმა აკრედიტაციის საბჭომ მიიღო. თებერვალში ჩვენმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა, რომელიც დაჯგუფებული იყო ბიზნესის კლასტერში და მოიცავდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო 3-წლიან პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამას, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ აკრედიტაციის სტანდარტები იქნა კმაყოფილებული უნივერსიტეტის მხრიდან და აღნიშნულ პროგრამებზე ჩვენს სტუდენტებს და აბიტურიენტებს შეეძლებათ განახლებული, თანამედროვე მეთოდებთან მორგებული სასწავლო პროგრამები დახვდებათ მათ. აქ მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩვენ გვაქვს სიახლე, რაც შეეხება 3-წლიან საბაკალავრო პროგრამას. მოგახსენებთ, რომ მინისტრის ბრძანებით თებერვალში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეგვიძლია 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები, ოღონდ მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით უკვე ჩაეშვას და ამ პროგრამებზე გქონდეს მიღება. ამის შემდეგ, ამ ბრძანების შემდეგ, როგორც უკვე მოგახსენებთ 2024 წლის თებერვალში, ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ბიზნესის 3-წლიან პროგრამაზე. მანამდე გქონდა ბიზნეს ადმინისტრირების 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა და ჩვენს აბიტურიენტებს წელს უკვე შევთავაზებთ 3-წლიან ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამას. რაც გულისხმობს იმას, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა არის უფრო მოქნილი, თავაზობთ უფრო მოქნილ პროგრამას სტუდენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხელს უწყობს 3-წლიანი პროგრამები უფრო მეტი ერთობლივი და ასევე საერთაშორისო პროგრამის განხორციელება საქართველოში. 3-წლიანი პროგრამების ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ სტუდენტებს შეუძლიათ ძალიან სწრაფად, შედარებით უფრო შემჭიდროვებულ ვადაში მიიღონ ცოდნა, განივითარონ კარიერა შედარებით მცირე დროის შუალედში და ამასთან ერთად შესაძლებელია, რომ უფრო მალე მოხდეს მათი დასაქმება და მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რასაც აქამდე 4 წელში შეეძლო, რომ სტუდენტს მიეღო.